კითხვა გამიჩნდა, როდესაც თავის დროზე ეს ალიანსი შეიქმნა, არჩევნებს ხო არ აპირებებს ქართული ოცნება თქო, იმიტომ რომ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ჩერგოს და გვარამიას ალიანსმა გაძლოს 3 წელი. აი რა უნდა გააკეთო ისეთი იქ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს არაფერი ხდეს და რაც მე ვიქიდან 3 კვირაც არ გასულა. ისეთი ჭუბი ატყდა დედაშვილს არა იყვანდა ხელში. ხო და მიხეილ სააკაშვილიც ადეკვატური ამათ ფონზე ჩანს თორე ახლა ზოგადად ამდენი ხნის განმავლობაში რომ ამას ვერ მიხვდები რომ გვარამიას ხმა არ უნდა გაატანო როცა გძარცვავს ეს თავისთავად პრობლემაა მაგრამ ახლა უბრალოდ მართლა წარმოუდგენელი იყო ვისაც ეს ალიანსი არ უნდა გაეკეთებინა რა მიზნითაც არ უნდა გაეკეთებინა რომ მან გაძლოს 2028 წლამდე მე ვისაც უნდა იმას დავენიზლავები რომ ეს არ გამოვა. იმდენად ცინიკური ალიანსია ზოგადად ანუ ცინიკურში გულისხმობ იმას რომ არ არსებობს იქ ორი ადამიანი რომელსაც ერთმანეთზე დედა არ აქვს ნაგინები უბრალოდ სხვადასხვა დროს და პრინციპში ახლაც არ აგინებს. ხო და მე ვფიქრობ რომ ასეთი ცინიკური დასავლეთი ვერ იქნებოდა. და ამიტომ ხედავ ქართული ოცნების ხელს, რომ რაღაცნაირად მიშას რადიკალური ოპოზიციის მომხრეებს ასეთი ცინიკური გადაწყვეტა შესთავაზეს მათი ხმების დაბინავების და არ ვიცი, მე ბოლოს წინ არჩევნების შემდეგ მაინც და მაინც მაღალი განწყობის არა ვარ ხალხის მიხვედრის უნარზე წინა საარჩევნო როცა მათ ესე სისტემურად ატყუებენ, მაგრამ ეს უბრალოდ მართლა იმდენად ცინიკური ნაბიჯია, რომ ვფიქრობ, რომ აი ახლა შემოდგომაზე თუ არ იქნა არჩევნები, ისედაც დაიშლება ესენი ცოტა ხანში. მოაყენეს ტიტანიკი. აი ეს ალიანსი თავისი შინაარსით არის ტიტანიკი. სადაც კაი მუსიკა უკრავს, კაი საჭმელებია, გეპატიჟებიან, მოდიო და ხვდები რომ თუ იქ შედგან ფეხს იმის დასასრული ისეთი იქნება როგორც ტიტანიკის და ასეთი დასასრული იყო 2024 წელს. ანუ ეს ის ტიტანიკია საიდანაც აისბერგი ჩანს. მე ვარ ამ ტიტანიკის ერთ-ერთი მსხვერპლი. 2016 წელს ასეთი ტიტანიკი იყო პაატა ბურჭულაძის პარტია. კი ბატონო. მე ვიყავი მე შევხვდი ამ ტიტანიკზე იმ დროს. აი მაშინაც მუსიკა უკრავდა იქ და კაი საჭმელები იყო. მე დამწყები ვიყავი. და საკუთარ გამოცდილებით ვამბობ. ასე ტიტანიკს რომ მოაყენებენ, ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცას აპირებენ. ახლა ჩერგო გვარამია და მისი მეგობრები ერთად რო შეკრიბე. ანუ თუ გიჟი არ ახარ, ხო მართლა უნდა ხვდებოდე რომ ეს 2 წელიწადნახევარი ვერ გაკაჩავ. ესეთი ტიპის ჩირკგროვა შინაარსობრივად, რომ შანსი არ არის ამან 2 წელიწადნახევარი გაკაჩოს. ამიტომ ჩავთვალე რომ ვინაიდან 6 თვის განმავლობაში ბევრი ფულით, ბევრი ტყუილით, ბევრი პროპაგანდით შეიძლება ეს კიდე დამალო და ხალხი კიდე ერთხელ მოატყუო. საზოგადოება მინდა რომ მოემზადოს რომ შეხედოს ამ ტიტანიკს. მე მინდა რომ იყოს საარჩევნო წელი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ტიტანიკი კიდევ ერთხელ დაღუპავს ხალხს, რომელიც მასში ავა, მე მგონი ამას მაინც ვერ ავწდებით საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ტიტანიკის აი კაი მუსიკის და კაი რაღაცისკენ მიდრეკილი ხალხი, რომელიც არ ფიქრობს საითვიდის ტიტანიკი, მაგათი მედად ყოფნა მაინც არ შეიძლება.